Bir bahtı სახლის პირობებში ოპერაციის ჩატარება ძალიან სარისკოა. მე რაც შემეძლო გავაკეთე. იმედია ოპერაციას გართულება არ მოხვდება. როგორ არის? მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი ხვალ გაირკვევა ჰანიმ. ცოტა ხანში გონს მოვა. თუ გინდათ ამ დროს მის გვერდით იყავით, გამომყევით. დიახ. წნევა ნორმალური აქვს. ნელ-ნელა გონს მოდის. თაიარბეი. თაიარბეი, გესმით შემი? გონი გადავრჩე. დიახ, თაიარბეი. ილოცავთ. თავს როგორ გრძნობთ? კარგად. კარგად. თაიარბეი. ალბათ იტყვით ახლა ამის დრო არ არისო, მაგრამ ვალდებული ვარ პოლიციას შევატყობინო. თუნებას დამრთავთ? არა. არავითარ შემთხვევაში. არაფერი მომხდარა. არც არაფერი გინახავს. მაგრამ შეიძლება მომკვდარიყავით. უარს რატომ ამბობთ? ვერ გაიგერა გითხარი. მე რჩევატყობინო თაიარ. არა მეთქე. რაც მოხდა დაივიწყეთ. Yalan dünyada, yalandan yüzüne, gülen dünyada. გისმენ? რა იყო, გაგიკვირდა? მინდოდა გამეხარებინე. გადავრჩი ჰოსეინ. შეგიძლია მომილოცო. სადიშინე. ნობრაზობ ჰოსეინ. უნდა გიხაროდეს. საიქიოდან დაუბრუნდი. დღეიდან უფრო მეტი გასახსენებელი გვაქვს მე და შენ. ამაზე იფიქრე და დამშვიდდები. Rengi gözünde, solan dünyada, ah yalan dünyada. უკვე მე რამდენი შემთხვევაა? თქვენი უფროსი რომ ვარ და გავიწყდათ? მე რატომ არ მითხარით? რატომ? მეთაურო, ყველაფერი უცებ მოხდა. საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე. რა სიტუაციიდან მითხარით, ხომ უნდა ვიცოდე? მეთაურო, მართლა ძალიან სწრაფად მოხდა. ოპერაციაში მეთაური 3 იყო ჩართული. მოგეხსენებათ ამ საქმეს მისი განყოფილებაც იძიებს, თუმცა მართალი ბრძანდებით. ჯერ თქვენთვის უნდა გვეთქვა. მაგრამ არ მითხარით. ამის უფლება ვინ მოგცათ? ომერი მოვიდა და ჭკუა აგერიათ. ხომ ხედავთ რაც დაემართა? დღეს ომერი დაჭრეს. ვინ იცის ხვალ რა მოხდება? მომისმინეთ. გონს მოდით. ჩემი ნებართვის გარეშე ნაბიჯი არ გადადგათ. გაფრთხილებთ, თორემ ორივეს გაგიშვებთ აქედან.
ერთ სანიაში გადაგიყვანთ, მეორეს კონიაში. მეთაურო, ომერი დაიჭრა, მართალია. მაგრამ ფათიხ დუნდარის დედის გამტაცებლები ხომ დავაპატიმრეთ. რომ ალაპარაკდებიან ყველას ნიღაბს ჩამოვხსნით. მერე თაიარ დუნდარსაც ავიყვანთ. თავის თანამზრახველებთან ერთად ციხეში გამოვამწყდებთ. დიდ დანაშაულებრივ დაჯგუფებას გამოვააშკარავებთ. იმედია არ და, იმედია ასეც იქნება. კარგი, შენ აღარ მჭირდები. შეგიძლია წახვიდე. თელინს უნდა დაველაპარაკო. თუ შეიძლება დავრჩები. კარგი. შენი ნება. მეთაური სამი გირაის მოწამვლასა და ომერის დაჭრაში შენ გადანაშაულებს. ამბობს რომ მომხდარის მიზეზზე შენი დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა გახდა. შენ წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ხდები სერიოზული უსიამოვნება გელოდება. ფიქრობს რომ ჯაშუში ხარ. და სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შენი აკყოფნა არ შეიძლება. ეს შენი გათავისუფლების ბრძანებაა. არის რამე ახალი? არა. შენს გადაიღალე. არ ვიცი გიყვარს თუ არა, მაგრამ მაინც წამოგიღე. დალია გათფები. გმადლობთ. ორცხობილას წამოვიღე. არ მინდა, გმადლობთ. ძნელია ლოდინი. მით უმეტეს როცა დახმარება არ შეგიძლია. მაშინ ძალიან პატარა იყო. დედამ ხელში დამაჭერინა და მითხრა დღეიდან ძმა გყავსო. საიდან მეწოდინებოდა ძმა რას ნიშნავდა? არ ვიცოდი. სულ ტიროდა. ცდილობდი გამეჩუმებინა. ვეთამაშებოდი, ვართობდი. ვაჭმევდი კიდეც. მერე ვინმეს რომ არ დაეჩაგრა ვიცავდი. ერთ დღეს კი შევამჩნიე რომ უკვე დიდი იყო. მაბადეა. მაბადეა ელებ. დები გყავს. იცი, მიხვდები რასაც გულისხმობ. ამ გრძნობას არაფერი შეედრება. მაშინ რა პატარა იყო. ახლა კი გამოცდილი პოლიციელია. ღამე საბანს ისევ ვაფარებ. ისევ ვახსენებ რომ რამე შეჭამოს. რადგან გამუდმებით ავიწყდება. მასზე გამუდმებით ვზრუნავ. მავიწყდება რომ პატარა აღარაა. სულ მაიმედებს რომ ყველაფერი კარგად იქნება. სულ მპირდება რომ არ შემარცხვენს. ვიცი, იმედს არ გამიცრუებს. მაგრამ მე მის გვერდით არ ყოფილხართ. თავს ნუ იდანაშაულებთ.
ყველაფერი უცებ მოხდა. მე იქ ვიყავი. უცებ მოხდა. ყველაფერი უცებ მოხდა. მაგრამ არ უნდა მომხდარიყო. ჩემი ბრალია. სიმართლე გითხრა ერთგული ადამიანი ყოფილხარ. მეგონა თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანდა. რადგან განებივრებული გოგონა იყავი, ვფიქრობდი ჩვენს ოჯახს ვერ შეეჩვევა. პოლიციელთან ცხოვრება გაუჭირდება მეთქი. მაპატე, თურმე ვწდებოდი. უსამართლოდ მოგეკეცი. შენც ჩვენნაირი ხარ. ოღონდ ერთი რამ კარგად უნდა იცოდე. საავადმყოფოებში სირბილსაც უნდა შეეჩვიო. და მარტოობასაც. რადგან პოლიციელის სოლობა ძალიან რთულია. დილით მელიქეს ისევე მშვიდობები. თითქოს უკანასკნელად ხედავდე. რადგან არ ვიცი დაუბრუნდები თუ არა. პოლიციელთან ცხოვრება რთულია. ბიზნესმენთან ბევრად მარტივე. ამიტომ, რადგან რთული გზა აირჩიე, ყველაფერს უნდა შეეგუო. ელიფ. ჩემს მას რომ რამე მოუვიდეს. გთხოვთ. ამას ნუ ამბობთ. მხოლოდ კარგზე იფიქრეთ. კარგი. 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 გადარჩება. გადარჩება. იმედია აქედან ერთად გახვალთ. ღირსი იყო კარგად მეცემა და ის მეთქვა რასაც იმსახურებს ეგნაგავი. მაგრამ ამის უფლება არ მომეცი ფელო. ფელო გაჩერდი. ფელო ჩვენ ხომ ვიცით რომ დამნაშავე არ ხარ. სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. არდა, ომერი კვდება. და ეს ჩემი ბრალია. გაგიჟდი ფელო. ომერი არ მოკვდება. შეიძლებოდა შენს ადგილას მე მყოფილიყავი. ყველაფერი წუთებში, წამებში მოხდა, რა შენი ბრალია? გთხოვ, გამიშვი, გთხოვ. ფელო. არ გაგიშვებ. არ წახვიდე. თუ ოდნავ მაინც გესმის ჩემი, გთხოვ. გთხოვ. ალი განყოფილებაშია? დიახ, კაბინეტშია. ცოტა ხნის წინ ფელოს გათავისუფლების ბრძანება გადასცა. ახლა სწორედ თქვენთან მოვდიოდი. მაგის დრო არ მაქვს. დრო არ გაქვთ? საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული პოლიციელი დაუფიქრებლად გაათავისუფლეთ და საუბრის დრო არ გაქვთ? თქვენ ფელოს სამუდამოდ გაანადგურეთ. ყველა ცდება არდა. ფელო არ ცდება. არ შეცდება და არ ჯაშუში არ არის მეთაურო. ადრე თუ გვიან ამას დაგიმტკიცებთ. მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის? დღეს თქვენ ფელოს საუკეთესო მეგობრის ომერის მკვლელობაში დაადანაშაულეთ. არავინ იცოდა იქ რომ მიდიოდით. არც ალის ჯაშუშმა იცოდა, არც თაიარის. კარგი ვთქვათ, ომერის დაჭრა უბედური შემთხვევა იყო. მაგრამ სიტუაციის შეცვლა ვისი დამსახურებაა? ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც თაიარს სურდა. მომისმინე არდა. თუ ფელინი არ არის ჯაშუში, მაშინ ვინ არის? მითხარე, ვინ არის? ვიპოვე. თქვენ კი ინანებთ და ფელოს ბოდიშს მოუხდით.
ექიმო, ომერი თავს როგორ გრძნობს? Size dün bahsettim. ვცდილობთ ნარკოზიდან გამოვიყვანოთ. Başladık. მერე Henüz ჯერჯერობით ისე უგონოდა. გონზე ხომ მოვა? umarım. იმედია. ექიმო, თქვენ ომერს არ იცნობთ. ომერი ძალიან ჯიუტია. უკან არასდროს იხებს. ძლიერია. საყვარელ ადამიანებს არ მიატოვებს. გთხოვთ, როგორც ექიმი იმედს ნუ დაკარგავთ. გთხოვთ, ხელს ნუ ჩაიქნევთ. გავითვალისწინებ. Size თქვენს სამობრძანდით. წამოვიდე? içeride yardım იქნებ დაგვეხმაროთ. bildik ömür ახლა ომერ ბეის ყველაზე მეტად თქვენი თანადგომა სჭირდება. ihtiyacı var. მეთაურო, იქნებ დედამისი ვაიძულოთ, რომ შვილი ჩვენების მიცემაზე დაითანხმოს. Ya da bildik. მერე ყველაფერი მოგვარდება. ძალიან შეშინებულია. Onu konuş. დარწმუნებული ვარ არაფერს იტყვის. Nereden? გონის ხდომა დასრულდა. ეჭმიტანილი ფათიჰდუნდარი. ომერი როგორაა? Aynı. ისევ ისე. ველოდებით. Belki buradan რომ გამიშვებენ სანახავად წავიდეთ, კარგი? boş. ბევრს ნუ ლაპარაკობ. წაიყვანეთ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? იმედი არ მაქვს. Savcı არ ამგონია პროკურორმა საქმეს სასამართლოს გადასცეს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. მე იმედს არ ვკარგავ. წესით ომერის დაჭრამ პროკურორი უნდა დააეჭვოს. umarım. იმედია, თორემ გამოვა, რომ ომერმა თავი ტყუილად გაწირა. Neden? იქნება მიხსნა რა ხდება ექიმო. Kesin bir şey. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან სისხლის ანალიზის პასუხს ველოდებით ARB. Neyse. სავარაუდოდ რას ფიქრობ? ექიმო, საავადმყოფოდან რეკავენ. უკაცრავად. შეიძლება ARB. მოდი. პროკურატურიდან დარეკეს. მეთენ სასამართლომდე არ გაათავისუფლებენ. პირველი სხდომა ერთი თვის შემდეგ არის დანიშნული. მოსამართლისთვის რა უთქვამს? არაფერი. უდანაშაულო ვარ და ტყუილად დამაპატიმრესო. ძალიან კარგი. ოჯახ, ესე იგი გონივრულად იქცევა და სავარაუდო შედეგებზეც ფიქრობს. ანალიზის შედეგები შეგვატყობინეს. სამწუხაროდ რთული მდგომარეობაა. სასწრაფო გზაშია, ახლავე საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ. არსად წასვლას არ ვაპირებ ექიმო. აქაურობა საავადმყოფოსგან არაფრით განსხვავდება. რა ხდება? კონკრეტულად ამიხსენი. ხომ თქვი ოპერაციამ კარგად ჩაიარაო? მარცხენა თირკმელი ძალიან დაზიანებული იყო. სხვა გზა არ მქონდა, იძულებული გავხდი მარცხენა თირკმელი ამომეღო. მარჯვენა საკმარისი არ არის? Ameliyat sonra ანალიზის მიხედვით ჩანს, რომ მარჯვენა თირკმელიც დაზიანებულია. იმედია მკურნალობას დაექვემდებარება. işin bozukluğu muhtemelen. მალე გამოჩნდება. Yani ესე იგი თირკმლის უკმარისობა მაქვს. გამარჯობა. დილამშვიდობის კომისარო. ექიმი 2 საათია შენს გაღვიძებას ელოდება. ნარკოზიდან უნდა გამოხვიდე. მაგრამ შენ ისევ გძინავს. უთხარი ძილი უყვარს მეთქი. მაგრამ გეყოფა. უხერხულია. ასე ნუ მიყურებთ. იმედს ნუ დაკარგავთ. გთხოვთ.
გთხოვ ომერ, გაიღვიძე. ხომ იცი შენ გარდა არავინ მყავს. მიყვარხარ. ყოველთვის მეყვარები. არ მიმატოვო. თვალი გაახილე საყვარელო. წუხوارم, მაგრამ უკვე საკმარისია. დადით, გარეთ დაელოდეთ. ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. კარგი. ჩემი ლოცვა შეისმინე. სხვას არაფერს გთხოვ. გადაარჩინე, გთხოვ. გთხოვ. როგორ ხარ, სენიორინა? ომერ. დიდება ალლაჰს. დიდება ალლაჰს. დიდება ალლაჰს. Bismillah. ხედავ საკეთით დღესაც შეგიცვლიათ. Kimmiş bu gelen? არ მეტყვით ვინ არის? Ne bileyim şeker. საიდან უნდა ვიცოდე, შენი მდივანი ხომ არ ვარ? შედი და ნახე. Ne işin აქ რა გინდა? გამარჯობა ძმაო. როგორ ხარ? კარგად. შენ? რადგან ჩვენი გვარები ემთხვევა შემომიშვეს. უთხარი ძმა ვარ მეთქი. დამიჯერეს. მართლა შენი ძმა ვარ. ასეა. მიხარია რომ დაიჯერე. რომ არ დაგეჯერებინა არ მოხვიდოდი. ბევრს ლაპარაკობ. ცოტა არ იყოს ღელავ. მე რეიცი რამდენი ვიფიქრე. ბევრი რამ გამახსენდა. დედამ ვიდრე ცოცხალი იყო, ცდილობდა მიანიშნებინა. მაგრამ ვერ ხვდებოდი. ახლა უკვე ვიცი. უნდა და თქვენზე სიმართლე ეთქვა. მთელი ცხოვრება სინდისი აწუხებდა. დედა შენი კარგი ქალი იყო, ალაჰ მანათელში ამყოფოს. ვიცით, აიერთან დაპირისპირებას ვერ შეძლებდა. დედა შენი არასდროს დამიდანაშაულებია. მასაც ველაპარაკე. მამა ჩემს
პირისპირ. სახელსამართლებ, გამბედავი ყოფილხარ. მისით იცი როგორ ვამაყობდე. წარმატებული ადამიანი მეგონა, სამაგალითო, რომელმაც საკუთარი იმპერია შექმნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. რაც მეტად დავინტერესდი, მით მეტი სიბინძური აღმოვაჩინე. მამამ ზედმეტად მანებივრებდა. არასდროს უწყენინებია. ამიტომ ვერასდროს ვიფიქრებდი. შენ და დედა შენს ასე თუ გაგწირავდათ. შენთან შეხვედრის შემდეგ მამა ჩემის გვერდით ცხოვრება ვერ შევძელე. მასზეც უარი ვთქი და იმ ქონებაზეც, რაც მეკუთვნოდა. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. მით უმეტეს რომ ერთი სისხლი გვაქვს. რადგან ასეა, ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ, ზამიკო. ჰუსეინ, რამე ხომ არ გაგიგია, შვილო? არა, დედა. ელიფი სად არის? აქ იყო, დილამდე ერთად ვისხედით. ჩამძინებია, აქვე იქნება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ელიფ. ელიფ, რა მოხდა? ელიფ, რა მოხდა? ელიფ. გილოცავთ. ომერბეი გონს მოვიდა. ანალიზის პასუხებიც კარგია. დედა, დიდება ალახს. გილოცავთ. ხომ გითხარი გადარჩება მეთქი, ჰუსეინ? ჰუსეინ. მოდი, შვილო, მოდი. ელიფ. რატომ ტირი? ომერი კარგად არის. მოდი ჩემთან, მოდი. შენც გადაიხალე. იტირე, შვილო, იტირე, გულზე მოგეშვება. იტირე, შვილო, იტირე. ნუ გეშინია, ნუ გეშინია. წლების განმავლობაში ამ წუთზე ვფიქრობდი. დიდხანს ველოდებოდი. იმ დღესაც გითხარე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ბავშვობიდან გითვალთვალებდი. თვალს არ გაშორებდი. რომ გავიზარდე, სულ თავს გარიდებდი. ფიქრობდი, ნეტა როგორი იქნება. შემსავით ძლიერი და მაღალი გაიზრდება. გოგოებს ის უფრო მოეწონებათ თუ მე მეთქი. სულ გითვალთვალებდი. შორიდან გაგვირდებოდი. სკოლის დროს კალათბურთის გუნდში თამაშობდი. ერთხელ მატჩის საყურებლად მოვედი. მინდოდა წაგეგო. დანაღლიანებულიყავი. მინდოდა გოგონას მიეტოვებინე. შენ უბედური ყოფილიყავი, მე კი ბედნიერი. მინდოდა თაიარის ჯავრი შენზე მეყარა. მაგრამ იმ მატჩზე ვიღაც ბიჭმა მკლავი გაქრა. გახსოვს? მინდოდა ჩამოვსულიყავი და ცხვირპირი გამეერთიანებინა. საშინლად გაუბრაზდი.
იმ დღეს მივხვდი, ვინ იყო ჩემთვის ჩემი ძმა. კარგი. ძმა შენი სისხლი და ხორცია და ის უპირობოდ გიყვარს. ჯერო მიუხედავად ყველაფრისა კარგი ძმობა გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც დღემდე ვერ შევძელით. დღეიდან მე და შენ სულ ერთად ვიქნებით. ერთმანეთს აღარ დავკარგავთ. ეს ყველაფერი 5 წლის წინ რომ გეთქვა. ან გასახდელში რომ შემოსულიყავი და იმ ტიპისთვის ხვირპირი გაგეერთიანებინა. მართლა ჩემი ძმა იქნებოდი. მამა ჩვენის და ჩვენი წარსულის მიუხედავად უფროს ძმად მიგიღებდი. მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. შენ ჩემი ძმა კი არა. ტერი ხარ. ჩვენ შორის ნილუფერი დგას. ჩვენივრად ვიცი ნილუფერს როგორ ექცეოდი. თქვენს ინტიმურ ურთიერთობას ვიდეოზე იღებდი. ატყუებდი, აშანტაჟებდი, დაზგადახკიდე, დატანჯე და გააუბედურე. მე კი ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. როცა ტიროდა ვამშვიდებდი. ახლა უფრო ახლოს ვარ. ნილუფერის სახლში ვცხოვრობ. ხომ თქვი სახელსამართლებ გამბედავი ხარო? მართალია, ზედმეტად გამბედავი ვარ. ხომ მითვალთვალებდი? მაგვირდებოდი. ასე რომ გეცოდინება ამ სულელური იერის მიღმა რა შეშლილი წიმალება. ნილუფერთან ურთიერთობა მომწონს. ახლა გაცილებით ძლიერი ვარ. ნილუფერის სახელი აღარ ახსენო. რატომ? გოგონია შენი შემეშინდება? რადგან მითხარი ჩემი ცოლიაო, გოგონია თავს დავანებებ? ნილუფერი მიყვარს. მოვადრო და ისე ჩემიყვარებს. ჩვენს ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლი. მერტ. რა? მოკლავ. ნოღელავ, ვიდრე გაგათავისუფლებენ აღარ ემახსოვრები. ამას მივახცევ. პირდები. არ გაეკარო. ნილუფერს არ გაეკარო. მერტ. სამი დღის შემდეგ. არ გინდა, კარგად ვარ. ვიცი რომ კარგად ხარ, მაგრამ მინდა რომ დაგეხმარო. მელიქე. რა დედა? ღუმელს მიხედი არ ჩაქრეს. დედა ძალიან ცხელა, საბანი არ მინდა. ნუჯი უტობ. შვიდად იწექი. დედა, ელიფის გამოიკავებს თავს, თორემ ხომ იცი რა ჭირვეულია. რას ამბობ? ჭირვეული როდის ვარ? გაჩვმდი. ნემსი რომ გაგიკეთეს და 3 დღე სკოლაში არ მიდიოდი და გავიწყდა? მაშინ პატარა იყო, ჩემ შვილს თავი დაანებე. კარგი დედა. თუ არ დაგიჯერებს, მე დამიძახე და ჭკუას ვასწავლე. შეიძლება მაცივარში შევდო. ნუ შეწუხდები, მომეციელებ. აფთიაქში ვიტამინები ვუყიდე, ექიმა გამოუწერა. ჩემი ჰატიჯე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ომერს მზრუნველობას არ მოაკლებს. ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ომერმა ჯერ ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა დალიოს, მთავარი ეს არის. ფატმა დეიდა,
ომერს თქვენი განთქმული ჩაი მოუმზადეთ. რაღაც ბალახებს რომ ურევთ, ძალიან მოუხდება. ახლავე ბალახები გააქვთ? დაჯექი სინიორინა. არა, მე უფრო მნიშვნელოვან საქმეზე ვფიქრობ. ჩემზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? შეყვარებულზე ზრუნვა და მისი გამოჯამრთელება. ეს ჭირია. უნდა ჭამო. უარი არ მითხრა კომისარო და კიდევ. ეს თაფლი. ერთ კობს ახლავე გაჭმე. თაფლი არ მიყვარს ელიფ. მე კი ჭირვეული ბავშვები არ მიყვარს. პირი გააღე. ჩქარა. თორემ ვიტყვი რომ თვითფრინავი მოფრინავს მეთქი და ხუსეინი დაქცინებს. მიდი. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ომერი გამოწერეს. უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს. მართლა ძალიან მიხარია. მიკითხა? ჩემზე რამე გითხრა? Evet dedi. ო, მითხრა. O Pelo'ya ფელოს გადაეცე. ჩემს ფელოს. o benim. რომ ძალიან მიყვარს. ნუ გამირბის მოვიდეს და ვნახოსო. Bu akşam ვახშამზე დაგგვატიჟეს. უნდა წავიდეთ. unutma. ომართლა, შენთვის რაღაც მაქვს. მაღაზია ისევ დაგიცარიელებია. Birazcık მინდა გული გადააყოლო, გაერთო. bu çok güzel. ამერიკული ფილმებია. Kaptırdın თუ mı? მოგბეზრდება, აქ კიდევ ორი წიგნია. Sıkılırsan აგატა კრისტის რომანები. ვიცი რომ გიყვარს. გმადლობ. ya aslında var ya სიმართლე გითხრა, ეგ ფილმები და წიგნები დიდი სისულელია. biz başımıza gelenleri ჩვენ რომ ისდავწეროთ, რაც გადაგვხვდა, ყველას გავაუცებთ. tutanlar listesinde bir numara olur. გეთანხმები. მე მით უმეტეს. შემოდი ჩაი დავლიოთ. შენი საყვარელი კექსიც მაქვს, ნიგზიანი. მოდი. შენი გამკვირვებია ფელო. Ya შაბათ-კვირას არ მეპატიჟები. benim işler olmuş gök. მაინც და მაინც მაშინ მეუბნები, როცა უამრავი საქმე მაქვს. Bunu bekliyorum ya. სხვა დროს იყოს. Sen var ya sen, ეგ არ დაგავიწყდეს. sen az değilsin ha. Ama იცოდე, სულ არ შეჭამო. ხომ იცი როგორ მიყვარს? შემინახე. კარგი? yeme. კარგი, არ შევჭამ. არდა, რასაკეთებ? ყველა მიცნობს. მეზობლები დაგვინახავენ. სირცხვილია. არდა, შეყვარებული ვარ, ვისი რა საქმეა? სულელო. გამომართვის შვილო, განოს. შეგერგოს. მან ანენი დედა შენთან ვიქნები, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე. მადლობთ ფატმა დაიდა. ელიფ, საშინელი სუნიოს გადაღვარე. ოღონდ ფატმა არ დაგინახოს. ომერ სისულელის მოამბობ. უყურე როგორ ამზადებდა. უამრავი სასარგებლო ბალახი გაურია დალიე. ცოდი სუნი აქვს. თუ რამე გინდა მე მითხარი. ო, მინდა. Allah'ını seviyorsan ჩემს მას გადაეცი, ბავშვობას ნუ მახსენებს და ნერვებს ნუ მიშლის. დედა ჩემს უთხარი ეს საბანი მომაშოროს. ჩემს რძელს კი გადაეცი ღუმელში ნახშირი აღარ შეყაროს. სახლი აბანოს გავს, ვიხჩობი. შენ მართლა ჭირვეული ყოფილხარ. დალიე. insan როცა საყვარელი ადამიანები თავს გვევლებიან, ჭირვეულობთ. ხედავ? hepsi ყველა თავს დამტრიალებს. შენც მე რამდენი დღეა ჩემ გვერდით ხარ. დაღლილი იქნები. ან ოთახში შედი და დაიძინი, ან სახლში წადი. ხო, გინდა წავიდე და თავი დაგანებო, არა? ეგ აღარ გაიმეორო. hayat bize ikinci წუთითაც არ დამტოვა. ცხოვრება მეორე შანსი მოგცა და უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ დაღლილი ხარ და მებრალები. biliyor musun? იცი, საავადმყოფოში რომ ვიწექე, Bir tek ხოლო ჩენი ხმა მესმოდა და კიდევ მამა ჩემის. მამა შენის? babamın მამა ჩემის საქმე არც გამოუძიებიათ.
ამიტომ როცა საქმე ბოლომდე მიმყავს, Sanki onu მგონია რომ aşk მის წინაშე ვალს ვიხდი. კარგი დალია. ხომ იცი თავს არ დაგანებებ. მიდი, მაინც დაგალევინებ. მართლა საშინელი სუნი აქვს. უფრო უგემური მეგონა. ელიფ, კარი გააღე, ხელები მაქვს დასვრილი. ახლავე. მობრძანდით. ავადმყოფი როგორაა? ღვიძავს? ღვიძავს, მობრძანდით. მობრძანდით, ჩუსტები კართან აწყვია. მადლობთ. უკაცრავად სამზარეულოში ვარ, მაპატიეთ. რას ბრძანებთ არა უშავს? გთხოვთ. ომერ, როგორ ხარ? უკეთ? ომერ, რას აკეთებ არ ადგე? გთხოვ. მეთაური მესტუმრა. ნუ ჯიუტობ. გთხოვთ, დაბრძანდით. ნუ შეწუხდები ელიფ. დავჯდები. Amirim görüyorsun. მეთაურო უკაცრავად ჯერ ვერ დგები. Yandık. თავს როგორ გრძნობ? იმ. კარგად მეთაურო. დაი. უკეთ. კარგია. მე რამდენი დღე არ დაგისვენია. გვერდიდან არ მშორდები. ეს ჩემი მოვალეობაა დეიდანევინ. დილამშვიდობისა, შეგერგოთ. შენს დაგვეწვიარდა. მადლობა უკვე ვისაუზმე. როგორ ბრძანდებით დეიდანევინ? კარგად. როგორც გუშინ და როგორც გუშინ წინ. აქ ყოველდღეს უტყუილად დადიხარ. სათქმელი არაფერი მაქვს შვილო, არაფერი. დეიდანევინ, Bak anlıyorum. ვიცი წინააღმდეგი ხართ, Gitmeyeceksin. მაგრამ აქ მანამდე ვივლი. ვიდრე საუბრის სურვილი არ გაგიჩნდებათ. Sen რაც იცით ყველაფერს მეტყვით. sen iki მე ამბობთ ბულგარეთიდან ვინ ჩამოგიყვანათ. de söyleyeceksin. Sonra adam მერე იმ ადამიანს აღწერთ. sonra მერე ამოიცნობთ. ეს გაითვალისწინეთ. Tamam. კარგი, მე წავალ დეიდანევინ. O zaman გემრიელად მიირთვით. Ne var? რა გინდა? ვინ ხარ? Ulan sen ვინ მიგდიხარ რომ ჩემს ზარს არ პასუხობ? lan it. იცოდე განანებ ნაბიჯვარო. ჩემი მოკლა გინდა? მოდი ჩემს კაბინეტში ვარ. çizgi მეტის მეტი მოგდის ოსეინ, მეტის მეტი. Daha ne kadar aşağı? ჯერ სათხარ. დაგავიწყდა რა დღეში ჩაგაგდე. რა იყო? ენა გადაყლაპე? Ben კარგად გიცნობა. korkuyorum. ძალიან მშიშარა ხარ. Acaba bu hissi ის მასალა რაც შენზე შევაგროვე, nereye sakladın? გაინტერესებს სად მოქვს, სად ვინახავ. შენ მხოლოდ Bir öyle. მხოლოდ ამაზე ფიქრობ არა? ეგ რომ იცოდე ერთ დღესაც არ მაცოცხლებდი, Ama მაგრამ ვერ იპოვე. შენზე ჭკვიანი ვარ ნაგავო. გაფრთხილებ, თმის ღერით რომ ჩამომივარდეს, işte o zaman მთელი ინფორმაცია განყოფილებაში აღმოჩნდება. son nefes ციხეში ამოხდება სული.